მოდი ჯერ გეგმები დავალაგოთ. გავიაროთ ნორმალურ აკადემიური პროცესი, მართლობის პროცესი, აკადემიურსაც არ დავარქმევ, მართლობის ნაბიჯები გავაკეთოთ, დავწეროთ კარგი დოკუმენტები, შევაჯეროთ ჩვენ დაინტერესებულ მხარეებთან, სტეიქჰოლდერებთან, დაწყებული ჩვეულებრივი გლეხიდან და დამთავრებული პრემიერ-მინისტრით. და რომ შეჯერდება ყველა კითხვაზე გავცეთ პასუხი, დავამტკიცოთ დოკუმენტი და შემდეგ ამ დოკუმენტით ვიმოქმედოთ და თუ რამე ამ დოკუმენტში არ წერია, კი ბატონო დოკუმენტის სრულებასაც წინ აუდგას, თუ გათვალისწინებული არ არის, მაგრამ მე არ ამგონია რომ საქართველოს მოქალაქეები ისეთი სულელები იყვნენ, რომ კარგი დოკუმენტები ვერ შეიმუშაონ. თავარი პრობლემა არის, რომ მართვის ინსტრუმენტს როგორ გამოვიყენებთ. აგერა გვაქვს კანონი, თუ კი ვინმეს რამეზე უნდა ვეხვეწოთ, მე ვამბობ საერთაშორისო ინსტიტუტებზე და დონორებზე, ხო უნდა უთხრათ, რომ აი კარგი გეგმის შემუშავებაში დაგვეხმარეთ. მე თან სუდას მიდგომა არ მომწონს, რომ გააკრიტიკეს კონსულტანტი, მაგრამ მეორეს თუ ეთქობა ძალიან კარგის გაკეთება უნდათ. ან შეიძლება არაფრის გაკეთება არ უნდათ. დავინახავთ შედეგი. ხო, ამიტომ შედეგი დავინახავთ. თუ ისინი გეგმას გაავრცელებენ, ნახავენ კიდევ უფრო უკეთეს კონსულტანტს და როდესღაც საქართველოს ეკნება სანაპიროს მართვის გეგმა, ხო, ან კანონით თუნდაც რომელშიც ეწერება რომ გეგმა უნდა შევიმუშაოთ, ხო? მაშინ დაუჯერებ, მაგრამ თუ ეს არასოდეს არ იქნება მიღებული, მათ უბრალოდ გააჩერეს. აწყობთ გაუგებრობა მაშინ დამგეგმარებლებს. გაუგებრობაში ეთხოვა უფრო მეტ თევზს იჭერენ. უფრო სწორედ შენობას აშენებენ. კი ბატონო,